მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა აღარ აიკრძალება. კერძოდ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით 2026 წლის 1 იანვრიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის. როგორც სააგენტოში განაცხადეს, მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. ცვლილებების შედეგად საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას მიკროავტობუსები და მინივენები კვლავ გააგრძელებენ, თუმცა იმ ტრანსპორტისთვის, რომლებიც შიდა გადაყვანებში იქნებიან ჩართული, სავალდებულო იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებისა და ტაქოგრაფის დამონტაჟება. მიკროავტობუსები და მინივენები ჩვეულებრივ იმოძრავებენ. ტაქოგრაფისა და სიჩქარის შემზღუდველებისათვის ჩვენ ვადა მივეცით მძღოლებსა და სერვის ცენტრებს, მხოლოდ ავტობუსით მგზავრთგადაყვანა სავალდებულო არ იქნება. მთავარი ვალდებულება არის ის, რომ ტრანსპორტი აღიჭურვოს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებით და ტაქოგრაფით, აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში. ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები. ტაქოგრაფის გამოყენება სავალდებულო იქნება. თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის 2027 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 ივნისიდან, სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებას შორის მოძრავი ტრანსპორტისთვის კი 2027 წლის 7 დეკემბრიდან. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება სავალდებულო იქნება თბილისი-ბათუმის მარშრუტზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2027 წლის 1 მარტიდან, სხვა ყველა დასახლებას შორის მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის კი 2027 წლის 1 დეკემბრიდან. სააგენტოს განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.